დილამშვიდობის ხალხნო ვაიმე თავინახეთ. არ ვიცი ესეთი ქარი არა ყოფილა კაიხანი. თავზე ხომ ეტყობა. 11 საკლია 20 წუთი. დაახლოებით ვარ 11 საათზე ამდგარი. 10-ზე. შტატის გამოვიტა და იქ კრესლოში ჩავჭდები. ესე იგი სანამ მივდიქი იმდენი ხანი მარტოლაში ეზუალაგა შტატივი სად მაქვს გაიგარიტებს წუხე ხოთასული ვიყავი და იქიდან მომიდა ჩემთან მივედი ლაშა ისევ იქ იყო და ერთად წამოვიდა შტატივი სადა ხოდა მალევე წამოვედით რა უკვე ქარი ძლიერდებოდა და რომ მოვედით ეზოში იყო ყველაფერი ყირთამალა რო იყვნენ აი რავი როგორ როცა შტატივი აქ მიდევს ხოლმე ყოველთვის შეიძლება ივანის დასჭირდა სხვაგან არსად არ დექნე შტატივს და არა აქტებს ხოლმე ის ოკეი წამოყმაზე მივაყუდოთ სადმე არა და შტატივი რომ მე ვიხმარე არ ვიცი დამცხა ხალხო ეს დავსხდი ხოდა ყველაფერი იყო ყირამალა აი გუშინვე ყველაფერი აბსოლუტურად მოკლე კლავიანი კი მაცვია არა ჩავიცვენ ახლა ესე გიჟივით კი არ იქნები აი ეს როცა და ის იყოს გზა აი აქამდე რო იყოს სიამოვნებდი ვეხმარდი იმიტომ რომ არ არის ძალიან თხელი კაია რა ზაფხულში ვერ ხმარობდი რომ სქელი იყო ხოდა გუში რომ მოვედით ყველაფერი ხო ყირამალა იყო ყირამალა ხოდა რაც შეგვეძროთ გუშინვე ვქენით მაგრამ აი წოხელ ისე ძლიერდებოდა ქარი ისე ძლიერდებოდა წარმოდგენაც არ მინდოდა რა იქნებოდა და კაცმარის კიდე სხვაგან რა დააზიანა ნუ შუქები წოხელვე ჩაქრა ეგ ჩვეულებრივ მოვლენა არის სულ ჩვეულებრივ მაგესმით ალბათ გრიალის აი ვერ დავიჭირე წუხელი რომ გამეღვიძა გვიან იყო შუქი გვიან რა ალბათ სადღაც 3-ზე და კაიამეთ გავიფიქრე მოსულა მაგრამ აღარ არის გუშინდელ მომზადება წასვლა მოსვლის ვიდეო ჯერ არა გამიკეთებია თქვენ კი უკვე ნახავდით სავარაუდოდ მაგრამ არ დამონტაჟებია ხოდა შესაბამისად დენი არ არის და ვერ დავდებ სანამ დენი არ მოვა ან გზაში თუ დავდებ რა ვიცი ნახოთ დღეს მივდივარ თმედანინო ეხა ხო 11 საკლია 15 ხო სწორედ უკოვად სწორედ დიდი ნახე ხოდა ისა 2 საათზე მგონი მესიჯებს ხო გამიხსნის უშუქობის ჟამს სად არის მე რამდენი კლასია მე-5 კლასი საათს ვნახავ 2-ზე უნდა ვიყო მარშრუტით მიდიან გოგოები ყველანი ხოდა მე უნდა გავიარო სამგორში ყველა ვარიანტში რა იქიდან აქედანაც ამიტომ მეფიხით მივდივარ
გოგო გამხარდიხარით ვის მოყავთ ბავშვები რაოდენობით მან გადავცე საწერია დრო ხმაგესვით ხალხნო რა ხდება საყოც ესე წერ 14-ში დღეს ხო 14-ია 14-ში 2 საათზე კი ბატონო ისიც დამავიწყე სად მივდივარ და იცადიანაყო ვარკეთილში არის ცენტრი როგორც ვიცი ნინის მარველენდი გოგოებო 14-ში ნიკოლოზ დაბადების დღეზე 2 საათზე გეპატიჟებით მარველენდში ამას დავსკრინავ მე დავგუგლავ და მივალ იქვია რა ვიცი დაახლოებით სადაც არის მეტროდან მარჯვენა მხარეს გზის იქით ოდნავ ზემოთ უნდა ახვიდე აი ადგილი ვიცი იმიტომ რომ ფარმადეპოში ნინ რაღაც წამალი რომ უნდა მეყიდა ნინოსი და თურმე ფარმა რო წავიკითხე გახსოვთ და ფარმა სახლი რო ეწერა და რო შეველო თქვენთან წამალი დაიყიდობით ფარმადეპო არა ხარ და არა შვილო ფარმა სახლი გამოვედი აი მაგის ზემოთაა ვიცი დაახლოებით ესე იგი 2-ზე რო უნდა ვიყო იქ დაახლოებით 12-15-ია კლეიმას გავყვებით არადრე მომივა პირველს 15 წუთიას ეგეც ადრე მომივა პირველს 15 აკლია რომ გავყვე დაახლოებით 2:30-ისთვის იქ ვიქნებით იმ საქმესაც კი ბატონო პირველს 15 აკლიის გავყვე შო გადაწყვეტილია ეხლა რა შეხებოდა გუშინდელ დღეს ძალიან კარგით რო გავატარეთ იუბილეზე არ ვიცი ხა რამდენად ჩანვარ მაგრამ სულ ჭვინავდი ხალხნო გუში სულ ჭვინავდი ესე იგი აი ხა იქ გონია რომ ისვია ჭვრიალები ასე თელი ხელები აი ესეთი მოკლე ხომ ეცვა და ტორტი ქონდა ალბათ ნახავდით რა კი არ დადებულად არ დამონტაჟებია ვიდეო მაგრამ ეს ვიდეო ყოველ შემთხვევაში იმის მერე უნდა დავდო ესე იგი ზოგადად როდესაც ეგეთი ტორტი ბევრმა არ იცის და აი რავი თუ გაიგებენ მიხვდებიან ან რაღაცა ვეტყვი ანუ როდესაც ეგეთი ტორტი გააქვთ არის ხოლმე მე მომენტები რომ აი სურათები და ვიდეოები ვერ გადავიღე არა ჭვრიალ და არა ის ჭვრიალებს უბრალოდ უნდა აუნთო მობილურს გადაღების დროს უნდა აუნთო ნათება რა იმიტომ რომ აბჭვრიალდეს ხო და ვუთხარი მე გადაგიღებ მეთქი და მე დაგიმონტაჟებ და მოგცემ თქო და შენ დადე და ნუ მივეცი იქვე დაუმონტაჟე მივეცი დადო თამთა ანუ ეს გოგოშ კური ტორტი ჰქონდა გვირგვინი რომ უნდა დაიდგას და მე შეუბეროს და ჭვრიალები რო გადის ხო იცით აი ეგეთი ხო და ესე იგი ნახავდით ალბათ იქ წინა ვიდეოში ჯერ არ დავიდიებარ და ხავდით აი რაც შეუბერა სუზედ მომეყარა ხალხო თვალთა წინ დამიბნელდა ახლა რაღაც ვაჭყეკავდით თუ აქვს ხო შევეცო დამეხუჭა რა აი მობილური ხო იღებდა ესე იგი აი მე მობილურში რომ ნახე იმასაც აღარ ვერ ხედავდა მობილურს ვერ ხედავდა საერთოდ ოდა ეგრე რო გამოვედი ესე იგი სულ ბუჭყინავდი ისე რომ ტელეფონი გავხსენი გავწმინდე ვერც ავწმინდავდი კი
კიდე ბედი ჩემი რომ როდესაც ტორტი მოიტანეს, ხო ქარი იყო იქაც, კაი ქარი იყო რა, ესეთი ძლიერი არ იყო ჯერ, მაგრამ იყო და ანუ რომ მოიტანეს და ნანიკომ ტორტი გადამოიღო. ქარმა სახურავი ახადა და ეს ჭურიალები ნანიკოს მიაყარა ზედა. რაც ეყარა და აუ დარდობდა ნეტა. დარჩაო ზედა. ხო და რაც დარჩა ახლა ის მემომეყარა. ჩვენი დრო გავატარეთ, ვიცეკვეთ. სხვანაირად მქონდა დაგეგმილი მე თამთასთვის სიურპრიზი. ჩემი დათვით და კიდე პლუს რაღაცა მქონდა დაგეგმილი და ყველა ვარიანტში მაგას გავაკეთებდი. მაგრამ ეხლა აღარ გავაკეთე. იმიტომ რომ არ გამოდიოდა ჩვენ სოფელში ამჟამად რა მდგომარეობაც არის. აღარ მივეცით თავს იმის უფლება, რომ ჰაი-ჰუი და რაღაცა. მოკლედ. დღეს ჩვენ სოფელში ულამაზე ზანგელოს ასაფლავები. მძინარე მზეთ უნახავს 22 წლის ბავშვს. მე შემიძლია. ხოდა შესაბამისად ყველაფერი გადავასხვაფერეთ რა. მე კი ვთხარი რომ ცოდნა და არა და ვიცოდი და მაშინვე გავიფიქრე რომ მეთქი ამას ეხა იმას წაუღებ ოცნების მაიკას 41 წლისა გახდა. მეთქი 41-ის იმას ვიშოვი მეთქი მარკეტილში დავაბეჭდინებ თქო ლურჯათან რგვალად და ლურჯად რა რომ ოცნების მაიკას გვანებოდა და რო დავინახე იქ ციფრები 4-იანი და 1-იანი ვაი როგორ დაგავიწყდა ბარაბა ფიქრობდი. ხვალ სამსახურში გავალ რა კაი ეხა დალაგებას კი ვაპირებდი, მაგრამ შუქი არ არის, ამიტომ იყოს. იქიდან რომ მოვალ თუ შუქი იქნება, მივალ მოვალაგებ. დიდად არაფერი არ არის, იმიტომ რომ გუში მაგ საქმეს ვაკეთებ. ესე იგი, ისეთი ქარია, რომ კარების დაბლა იმ ფიცრებს რო ვალაგებ, ხო იცით რომ ძაღლი არ გაძვრეს. ქვებიც კი დაულაგე, ანუ ერთ ფიცარს უდევს 3 ქვა და იმდენად ძლიერად უბერავს. ვარდიც ის იყო მოგლეჯილი, ანუ მიბუმულები მქონდა და ის რავი როგორ მოგლიჯა. არ არის გაფუჭებული ხა ახლიდან მივაბით მედალაში. და ის ქვები და ფიცრები სულ გამოწეული იყო. ესე გუშინ სუქანა დანივნახე დანიელი. და როგორი არის ჩაპუტკუნებული საზღარი ბავშვი. რა შემწაიყვანა წინა კვირას ეკლესიაში რა საზიარებლად და ხმა არ მოუღია იქ. ხან რა ვიკითხეთო, ხარ რა ვკითხეთო და ხმა არ მოუღია რა ეკლესიაში დანიელს და სახში რომ მიიყვანა მამიდა ჩემს რომ მამიდა ჩემთან რომ მიიყვანა თურმე დაუძახია დანიელს ინგა იცი სად ვიყავი? სად იყავი დანიელ და გოგოებთან გალობლებთან რო ყავდა. ვაიო, ლაშას ვთქვი, როგორ ხმა ვერ ამოვაღებინე იქაო და გუშინ ვეკითხებ დანიელ სად იყავი? გოგოებთან. მე იცით რა სოფელია. იცით რა სიცოცხლე. ძალიან უყვარს მელომანი ეგე არ ქვია გადაცემა, დუტას გადაცემა უყვარს და ეგეთი რაღაცები. აი ადრე რო იყო რა და შეუძლია ერთ გადაცემას იმდენი ხანი უყუროს და სულზე პირად იციან მაიკობაც და იქ გამაც ეგ გადაცემები. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვი. ძალიან უნინაც იქ წავიყვანე გუშინ მამიდასთან. იქ დავტოვე, ნინასთან თამაშობდა და ხო იქ მიველე იქიდან წამოვედით უკან. ესე იგი, ეხლა ვფიქრობ, ჭურიალები აღარ მაქვს. და შემოთქო
დაიბანეო რასა გავხარო, აი ვანათებდი რო შევ. აი აქ. აი ესე აი ნამირუა ხო იცი ბალახზე ნამი ხო გინახია თაურა ლამაზად არის ხო? აქ მასე მქონდა აქაც და ყველგან. და რო გადავისვი ხელი გამეცალოს მე პირიქით შიგნით ჩავსვი. ასე რომ ეხა მე იმაში რა ქვია რაღაცა ლენდში რომ მივდივარ. არ მახსოვს რომელი ლენდია, მაგრამ რომ მივდივარ. რა ლენდი იყო? მარველი ლენდი. მივდივარ უკვე გამზადებული, გაბჭყრიალებული. ხო რაც შეეხება დალევას, არ დამილევია წვეთი. ჯერ ხო თამუნა მეუბნო დალие ვენან არა მეთქი ნანო მეუბნები რომ ისა ან ეს რომ ტკივა მეთქი ანტიბიოტიკი მაქვს 2 დღეა დალეული და ნიმესილი ვთქვა და ვერ დავლევ რა ხო და აფთიაქში მუშაობს დანიკო და ბევრიო ალერგია მოგცესო და ალერგიის წამალ კიდე ჩანთაჟი მიდევ და მიდი დალია ის რომ მოვჭით კიდე რო გამოდიოდით სახში ლიკავ დამემუქრა შენ რო გნახავ ცალკე უნდა გაგამწარო რახა გუშინდა დღეს მოგინდა იმ ანტიბიოტიკის დალევა ხვალე ვერ დაიწყო ანუ ну ზოგადად ეხა მე რაღაცა ან 1 ჭიქა 2 ჭიქა 3 ჭიქა დროის გატარება თუ მინდა ისედაც შედიოდ დროს ვატარებ მაგრამ ყოველთვის სასმელი გეხმარება უფრო ხო და უფრო არ ამქონდა მე თუმცა ვიცე კიდეც ვიხალისეთ კიდეც ჩანგალიც მქონდა წეღებული და ჩანგლის ვიდეოსაც ნახავდით ალბათ იმ ვიდეოში ძალიან კარგით რო გავატარეთ ხო და არა უშავლა ლიკა ისა მოვა კიდე დალევის დრო კაც ვიხუხუდებთ და ვიხარხალებთ ანუ ყველაზე ფხიზელი მე ვიყავ შემეძლო მანქანაზეც დამჭდა ვიყავ და უბრალოდ არ მანდეს თამუნა მარტო მე გარეთ წამოსურათები გადავიყო აუ რა ქარიყო აი მე რა სურათი მე ვთხარი წამოსუ ჯაში და რბილში გამიჯდა ეს სიცივე მე მაიკონა ხეოთორსო სინამდვილეში ანუ ისე წვიმასავით ოღონდ აი შუქზე რო ჩანდა რა თეთრები ეგე მოდიოდა რო თქვა ნახე რა ლამაზად თორსო ვაიმე მე ვთქვი რა ლამაზად თორს შემოვედი რო არ დაბენახა რესტორანში შევედი და ლამაზად იყო იქავრობა მორთული ძალიან შიგნითაც გარეთაც თოვლის პაპასთან სურათი გადავიღე ჩემს სიმაღლე თოვლის პაპა იყო მე ვიცი ხალხი რო ეკეტებათ თოვლის პაპებს აი ძალიან ბავშვებს და იმებს არა დიდებს აი თოვლის პაპები უყართ რა მაგრამ ესა მე არა არ ვიცი რატო არ მომწონს აი სხვაგან როა რა სიძეთ ულამაზის თოვლის პაპა იდგა გუშინ იქ სურათი გადავიღე მაგრამ მაგით დაკვა სახში არ მინდა სახში არა ეგ კი არა რომელი რა რიცხვია გაფიცებთ ნაძვის ხერ გავმიტან და გარეთ გაყინა წყალმა ანუ წყალი სისველი ხო იყო ჯერ ხო წვიმდა და ეგ გუბები აგრი გაყინული ხო და ყველა ვარიანტში ეს ლიმონი უნდა შემოვატანინო საღამოს თორე მოკვდება არაფერს არ უშვებ ეგ ლიმონი არის დეკორაცია უკვე რა ვიცი ალბათ 1-15 თუ მეტი წელი არის რაცა გვაქვს არის ხავს არაფერი უბრალოდ წვანეთ დგას და რა მე ხომ მიყვარს იბჭვენ და ესე არის ხო და ლიმონს ალბათ აქ დავდგავ სადღაცას არ ვიცი ბარაქის ხის გადმოტანა მინდა ამ კრესლოსთან ანუ ამ კრესლოს გამოვწევ თქო და იქ რამე სკამზე დავდგავ ბარაქის ხეს რომ აქ კუთხეში უნდა დავდგა ნაძვის ხე უეგრი რა ხვალაზე გუმუშაობ 4 შაბათს ექიმთან მივდივარ ჯერ აქ მივალ ავიღებ საბუთებს და გადავიტან ევექსში უკვე მივწერე ევექსის ცხელი ხაზის ჩატია და პრობლემა არ არისო
და მაგ ყველაფერს შევდგები დილიდან. ეგ არის ბარბარობა დღე და მე წავალთ ლილოში სავარაუდოდ. ლილოში ჯერ ის რომ ჩვენებს ნახავთ და მეორე კიდე რომ ჩემდანაც მამთლის მეზობელი არის ჩემი ბიძაშვილი. აი ბინიდან რომ გამოყოლ პირდაპირ ბინაში ქირით არის ჯერჯერობით ისევ დარე და სანამ გადავა საკუთარ სახლში ხო და დარე მუშაობს შილაკზე. დარეჯანი ქვია. დარიკო ბაბოს სახელი ქვია. ისიც დარეჯანია, მაგრამ იმას დარიკო ბაბოს ეძახით, ეს დარეა. იცით როგორი ხელი აქვს ხალხნო, ულამაზესი ნამუშევრები, უსუფთავესი, უწყრიალესი და რა ვიცი. ერთხელ მაქვს მაგისი შილაკი გაკეთებული, პაპარო დაიღუპა მაგ დღეს. იქ რო ვიყავით ბიძაშვილები სულ ერთად და საღამოთ, ხო იცი აღარავინ რო არ მოდის და აი რო შეგვკრიბა პაპა. მაშინ ისე კარგად ვიხალისეთ, ისე სასაცილოდ ბაბოც გვერდზე გვეჭდა გავახალისეთ გისავქენით. ხო და აი იცი როგორი წასმული მე დარე მიკეთებდა ფჩხლებს და დარეს და ნინო უკეთებდა მადონას. ერთი ყველაფერი ერთი გქონდა და ჩხუბი გქონდა. ხო და აი ეგ ნაუცბათებად წამიერად წასმული ფჩხილები მე თან იმ პერიოდში ზუსტად 2 კვირა მქონდა. აი არ ვიცი, იცი როგორ წასმული თან სუქცემდა. ჩემი ძალიან ნერვოზიანი იყო და ჩემი მასტერი. ხო და დარეს უნდა, დარეს კი არა 19-ში ბარბარე მიდის სკოლიდან სადღაცას. მე აღარ მიყვები რა, უკვე აი გუშინ წასული, დღეს წასული, პარასკევსად ვიყავი. სახში ვიყავი პარასკევს. აი დავიღალე მართლა აღარ მინდა გარეთ გასვლა რა და ხა ნინო რო ყოფილიყო გავყვებოდი ყველა ვარიანტში და ცხეთაში მიდიან და ცხეთაში 2 დღით 3 დღის წინ ხო ვიყავით ნინოს კონცერტზე. თვის ბოლოს სადღაცას ისე ცხეთაში მიდიან ივანე და ბარბარე ცეკვის კონცერტი აქვთ. ხო და კი აღარ მინდა მე ვთხარი ბარბარე შენ წადი თქო რა და მაგის დღეს უნდა გავიკეთო შილაკი შეგვეკითხა ჩემეც და ლაშასაც. რომ ხა ყოველთვის არც მე მაქვს სურვილი და არც თვითონ არ გამოვთქვია სურვილი რომ აუ შილაკზე წავალ და რაღაცა გრძელი ფჩხილი თავისივე ფჩხილებს და დაგრძელება და რაღაცა არა. ხო და არ ვართ ხოლმე წინააღმდეგი 1000-ში ერთხელ რომ ეხა საახალწლოთად ექნება. ეხა არც ისეთი პატარა არ არის, ეხა აუცილებლობაც არ არის, მაგრამ უნდა თავის მეგობრებიც იკეთებენ და უნდა და კაი და ძალიან აზია ჩვეულებრივ მანიკური რო წაისოს ისეთი ფერი უნდა. რაცა ვარდისფერია თუ რძისფერია და ვარდისფერი პატარა გულები აქვს. ხო და დარის მიწვევი მეთქი თუ გცალია ჩვენთან ლილოში უნდა ჩამოვიდეთ თქო და თუ გცალია მეთქი ესე დარე იმას უნდა მეთქი ბარბარეს და კიო გცალიაო რა სიძახი, მაგრამ შევახსენე სამშაბათ საღამოთი თორე მე სკლეროზი მაქვს. მე ვთხარი მე უარესი მაქვს და ისევ ბარბარე შევახსენებ ალბათ. ეხლა რაც შეეხება ფეხს ხალხო. მე კი მივდივარ 4 შაბათს თბილისში, იქ. მაგრამ დღეს არის მე-5 დღე დაახლოებით, რომ ფეხი თუ მაქვს, ვერ გწნო. სად წავიდა ის ტკივილი არ ვიცი. არაფერი არ დამილებია. 10 დღეს ვის წამალი, ხო გითხარით კიდეც მაგნიუმი, რომელი მაგნიუმი არ მახსოვს, მაგრამ ანუ იმის შედეგი არ იქნება, იმიტომ რომ ტკიო და აზრი არა აქვს მეთქი ამის დალევას, წავალ ჯერ ფეხის გადაღებას ვაპირებდი, მაგრამ ფეხი უკვე ჯერ მეორე ხარისხოვანია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შეიძლება მოდიოდეს ხერხემლიდან. და გადავწყვიტე რომ ხერხემალი გადამეღო და წამლები შევწყვიტე. მაგრამ ხერხემალის გადაღებაც გადავდე. არ ვიცი რატომღაც გადავდე. ხო და 4 შაბათს წავალ. წავიღებ საბუთებს. და 4 შაბათს საღამოს ან 5 შაბათს დილით მოგიყვებით რა და როგორ და რანაირად. ან შუადღით რა ვიცი. ან რატო გადავდე, ან რა მოხდა, ან ასე შემდეგ. ფეხი არ მტკივა. საერთოდ არ მტკივა. ტკივა კი არა, აი
სხივების სახით რომ მტკიოდა, აი რომ არაფერს არ ვაკეთებდი და მაინც რომ ცოტა გავლით ვიგრძნობდი. არა. ის წამალი რომ მოვჭი, ისე და მტკიოდა ხოლმე იმის მერე, კაი ხარ, რავი, იმის მერე ერთი კვირაც იყო გასული, მეტიც. აღარ მტკიო. ხო და რა მაგ თემაზე ოთხშაბათ გავაგრძელოთ საუბარი. წავედი, ახლა საწაველი არ ვიცი, უბრალოდ ხელით მისალაგებლებს მივალაგებ. საჭმელი გუშინ ხო გავაკეთე. და დაველოდები წასვლის დროს. ძაღლს მინდა ვუყიდო ჭიის წამალი. ოღონდ იქიდან რო გამოვივლით, დრო კი იქნება 2 საათზე, საათნახევრიანი პროგრამაა და თავისუფლად ზოომაღაზიაში უნდა შევიდე, ვუყიდო ჭიის წამალი აუცილებლად. და უნდა ვუყიდო 5 კილო იმას ვუყიდი რა, საჭმელს. რომ ესა პატარა რა და ხან ისეთი საჭმელები გვაქვს ხოლმე რომ არ ჭამს. ან არ შეიძლება. ხო და მინდა რომ აი მაგ მომენტში სულ არ ვაჭამან, მაგ მომენტში მივაშველიო ცოტა რა. მაგას თუ აი ეს პერიოდი გადავატანინი, აღარაფერი არ მოუვა. ზოგადად ეს 3-4 თვეა ხოლმე ძალიან ცუდი ლეკვებისთვის, იმიტომ რომ არ საიდან ხვდება ენტერიტი. რაც არის, რავი, დამღუპველი ძაღლებისთვის რა 90% იხოცება. ხო და მინდა რომ აი ეგ პერიოდი არის ახლა. და რავი, გამოვაძვრინო. ჯერ კი არა, რავი, კარგად არის, მშვენივრად არის, ქათმებს ყუდით მიათრევდა ერთ მამალს. იცი რა საყვალები არიან. ისიც ხო ზუსტად ის მამალი მაგის იტოლია ის იაპონკები და აი ძაღალი და კატასავითა ჭუყობი. ის ჭამდა ქათამდე, ეს ყუდით მიათრევდა, არაცდით, ძალიან საყვალები არიან. რავი, მე გიждები აი მაგ სცენებზე ხომ შემიძლია საათობით უყურო, როგორ თამაშობს კატასთან, ძაღალი კატასთან და ასე შემდეგ. ხო, სადაც ეხა ბანცალა, იცი როგორ დაერქვა და როგორ ესმის ეგ სახელი ხალხო და იმდენად რა ქვია, უხდება ახლა. ბანცანცო და ბანცალა, ყოველ ორივე ესმი. ეგ ხო შევსვი კატების ქოხში. ხო და კატები აი აქ ლეჟანკარო დავდგი და იქ გადასაფარებელი დაუდე სპეციალურად იმაზე წვანან, მაგრამ ცივა ხალხო. ხო და ეხლა კი არა უშავ, ამიტომ ეხლა უნდა ამეწყო, მაგრამ ვეღარ მიველი იმაზე რომ ხერხი გამომეტანა, ძალიან ძიმია იქ ხერხი კიდე. ხო და გუშინ ვუყურებდი იმას, კრუხი სადაც მინდა 2 დიდი ყუთი მაქვს ხის. კრუხი სადაც მიჭდა. გამოვიტანე წეღან ერთი და დუშით მივასხი კარგად რომ გამოვწმინდო, გამოვასუფთავო. კაი ქარი და მზე არის გამოშლება და რამეს ჩაუფენ და ჩახტებია შიგ. ზემოდანაც ცოტათი დავაკრავ რამეს რომ ანუ ეგრევე ქარი არ ჩავიდეს და სამივე ფისო იქნებიან შიგნით. იმ შავს რაც შეეხება იმ დედალკატას. ანუ იმას თავისი ადგილები აქვს ის ან აქ უნდა იყოს, ან სადღაცას იკარგება. აქ მაგას თავისი ბუდე. ო ეგრე. უი მართლა, უნდა დავკლა ინდაური ხალხო, არ ვიცი ხა მარტოფელები თუ მიყურებ, ძალიან დიდი ინდაური არის ის შავი. არ ვიცი რამდენი კილო გამოვა. ისიც არ ვიცი, ცოცხლად გავყიდო თუ დავკლა. დაკლა მენანება. და რატომ ხაც? მაგრამ ინდაურს სხვანაირი მოვლა უნდა რა. აი ელემენტარული რასაჭმელსაც ჭამენ გრანულებს, ან ის უნდა აჭამო, ან უნდა ქათამივით უბრალოდ ყავდეს ეზოში და გახდეს და გაუბედურდეს რა და თან ეხა მე რომ ანუ მოკლედ ინდაური არ არის ჩემი, რა ვიცი. აი იაპონკები გიყვარდეს. ჩემი სიცოცხლეები არიან, მაგრამ ინდაური ვერ, ამიტომ 2 დიდი ინდაური მყავს, ორივეს დავკლავ. ერთს დავიტოვებ ძველი ახალი წლისთვის და მივცემ ლილოშიც, დედასაც მივცემ. რომ, რავი, მე დიდად არ მიყვარს ინდაურის ხო. და იმ მამალს გავასუფთავებ და სუფთა წონას გავყიდი.
არ ვიცი რამდენი კილო გამოვა, ძალიან მძიმეა. ვინც ნახულობს, ხედავს, მადონამაც რო ნახა, ეხა ვისაც ინდაურები ყავხმე, რამხელაო, მხელები არ ამყავს. დავიტოვებ ჯერჯერობით მარტო იმ თეთრს, იმიტომ რომ ის თეთრია პატარა. ხო და ეგრე რა. რავი, თუ იმეს გინდათ და გენდობებათ, მოვწერეთ, იმიტომ რომ მართლა ვაპირებ დაკვლას. არ ვიცი რამდენი კილო გამოვა, ძალიან დიდია. ხო და სავარაუდოდ საახალწლოდ ვიზავ, იმიტომ რომ საჭმელი სადღაც მაგამდე ეყოფა და ეხლა აღარ ვაპირებ რა მაგის საჭმელების ყიდვას, იმიტომ რომ ფინანსები სხვა რაღაცაში უფრო გჭირდება და დაგჭირდება. მე რაღაცა როცა მყავ, ან უნდა მაგრად მოუვარო და ისე ყავდეს, ან არ უნდა ყავდეს. ხო, ეგრეა. მე ხლა ვიდეო გამომივიდა და გამეწელა. ხო და წავედი ახლა. ყავა არ გამიცივდა, იმიტომ რომ გამათბობელზე ვდგავდი თან. წავედი ხალხნო. საღამოს ალბათ ჩავწერ ვიდეოს და არ ვიცი ეს ვიდეოები როდის დაიდება. ხვალ უკვე სამსახურის გზაზე. ზეგაც და ერთი სულმა 4 დღე მოვიდეს, რომ წავიღო საბუთები თბილისში. ხო, ეხლა რატომ იმოქვს საბუთები თბილისში, მოკლედ ვიტყვი ამას რა. ნახე, აქაურ ექიმებს არაფერს არ ვერჩი, რა სიძახით. ბაღში რო დადიოდნენ ხომ და რაღაცა სულ აქ მყავდნენ აღრიცხვაზე ბავშვები და რა ვიცი, თაბრიკო ექიმია, ჩვენი ექიმი და ძალიან იდეალური ადამიანი და რა ვიცი. მთელი პატარები სანამ იყვნენ, მაგის ხელში გაიარა ჩემმა მაგ ადამიანის ხელში ჩემმა ბავშვებმა, მაგრამ მე უკვე რო გახსოვთ ნინოზე ჩუტყვავილის მე ყველანაირი გამოკვლევა დასჭირდა, ყველანაირი იძულებული ვიყავი წამეღო, იმიტომ რომ ეხოსკოპია, კარდიოგრამა, რენტგენი, ყველაფერი გადაუღეთ რა და აქ ეგ ყველა, ანუ ეგენი არა რა, მაინც უნდა თბილისში წახვიდე, პასუხი მოვიტანო, წახვიდე, მოუტანო. როგორ ეხა ძნელია, ჯერ როცა აღრიცხვაზე არ ახარ სადღაცა სიხდი 2 მაქვს. ხო, მე ეს წადი და ავდექი და წავიღე საბუთები მაგ პერიოდში 3-ვეცი, ბარემ გადავიტან. და ევექსში დავაყენე აღრიცხვაზე. და ძალიან ადვილი იყო მაგიტო, რომ ოჯახის ექიმიც იქ იყო, ერთი კაბინეტში რენტგენი, ერთ კაბინეტში კარდიოგრამა, ანუ ესეც სიტუაცია რა. და პლუს ეხა მარტო მანდ არ ვიყავ, მე ავერსის კლინიკებში გამგზავნეს, სადაღარ გამგზავნეს, მე ვაჟაზე რაღაცა ლაბორატორიაში ეს სისხლის ანალიზი გადავხადე, რომელიც გერმანიაში გაიგზავნა და ფასდაკლებით 400 ლარი გადავიხადე ხალხნო მაგ ანალიზში. და მე პლუს რაღაცა პროგრამებში ჩასვეს, რომელმაც თანხები გამინახევრა რა, როდესაც ევექსში ხარ აღრიცხვაზე. ამიტომ იზოლებული ვიყავი და ეხლაც ზუსტად მაგის გამო გადავიტან საბუთებს, რომ ფინანსურად გიკლებენ რა და თან იქ ერთ სივრცეში ხდება ყველაფერი. ასე რომ მაგიტო. წავედი ახლა, აბაჰე და აბაჰო, მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. ხმაური რო არ არის, ტელევიზორი რო არ არის ჩართული და ინტერნეტი რო არ არის და რაღაცა, ბავშვებიც არ ამდგარան. დაგემშვიდობებით, აბაჰე და აბაჰო. ამ სიგრძე ვიდეო კაი ხარი არ ჩამწერე ხა. 2 ხუ არ გავყო. აბაჰე.